Am წუთებში ფილარმონიასთან სტუდენტური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ახალგაზრდები ციხეებში პატიმრების წამებას აპროტესტებენ და ყველას მოუწოდებენ შეუერთდნენ მათ პროტესტს. სტუდენტები ვაჟა-ფშაველას რამზირზე მოდულის შენობასთან შეიყრიბნენ და მსვლელობა მოაწყეს ფილარმონიისგან. გამლელები მათ ოვაციებით და საავტომობილო სიგნალებით ესალმებოდნენ. ახლა პირდაპირ ეთერში ნოდარ ჩაჩუას ვთავთ, მისგან შევეთქვათ როგორია ბოლო ინფორმაცია. უკვე რაც დაიწყო აქ სტუდენტები გამოდიან სიტყვით და მათი ძირითადი და მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ იმ სისასტიკეში, რომელიც ასე ადგობენ სტუდენტები, რომელიც წინა დღეების განმავლობაში და რომლის შესახებ საზოგადოებამ წინა დღეების განმავლობაში უკვე ტელეეთერით ნახა. დღევანდელ აქციას აქ შეუერთდნენ სტუდენტებთან ერთად საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი სახეებიც. რეალურად დღეს ხდება სტუდენტების თავისით გამოცდა ყოველგვარი ფინანსის და დაფინანსების გარეშე. აქედან გამომდინარე, ეს ძალიან ბევრი იმედის მომცემია, რა თქმა უნდა, არ უნდა გავჩერდეთ არც ერთ შემთხვევაში, მთელი მსოფლიო საზოგადოება არ უნდა გავჩერდეს, სანამ ეს დამნაშავეები კაცობრიობის წინაშე არ დაიჯერებინა. როგორც იყო ნიურნბერგის სასამართლო, თუ ქართული სასამართლო ამას არ გააკეთებს, ჰააგაში უნდა წავიღოთ ახალაების საქმე. ეს უნდა იყოს შედეგი. ამას ჩვენ ყველა მეტოქე მივახციოთ. იგი უბრალოდ ამ გამოიყენა თავის გავლენა და სტუდენტებს დააგეგმინა პროვოკაცია სტუდენტების წინააღმდეგ. ნაციონალურ მოძრაობას დაქვემდებარებული თვითმმართველობის წარმომადგენლები შეხვედრა პატრიარქს და მიეწოდა დეზინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სტუდენტები არიან აგრესიულები, სტუდენტები გაადიან ძალადობაზე და რომ აქციები არის ვითომ და ამ ნაციონალურ სტუდენტების დაწყებული. და კითხეს პატრიარქს რჩევა. პატრიარქმა ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოუწოდა სიმშვიდისაკენ და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოუწოდა აქციების შეწყვეტისაკენ. რაც რეალურად არ არის სიმართლე, არც ერთ ნაციონალური მოძრაობის სტუდენტს არ დაუგეგმოს და არ განუხორციელებია ეს აქციები. ამასთან ერთად მათ მიიღეს დავალება, რომ ჩაიცვალონ ქართული ოცნების და სხვა ოპოზიციური პარტიების მაისურებს და მოაწყობენ პროვოკაციებს. მიაყენებენ შეურაცხყოფას პოლიციის თანამშრომლებს და დალეწავენ სხვადასხვა ობიექტებს. ყველა ესეთი პროვოკატორი იქნება აგენტად გამოცხადებული. აქ ფილარმონიასთან ახალგაზრდობის მხრიდან ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავებულია ერთ-ერთი აქტივისტი დაჩით საგურია და როგორც ახალგაზრდები ამბობენ, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს გეგმაში აქვს, რომ დაჩით საგურია საუყენო ბრალდება პოლიციასთან და პოლიციისთვის არ დამორჩილების და სწორედ და უკვე ამის შემდეგ მიუსაჯონ მას ადმინისტრაციული სასჯელი. აქ ეტაპობრივად თითქმის ყოველი რამდენიმე ჯგუფად მოვიდნენ სტუდენტები, როგორც აქ სტუდენტები აცხადებენ, ისინი კიდევ ველოდებიან სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან სტუდენტების შემოერთებას. დიდი მადლობა, პირდაპირ ეთერში ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა